ტრამპი იმუქრება, რომ აფეთქებს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსს და ომის შემდეგ ევროპამ ეს უკვე გააკეთა. შეიძლება ახლა ნამდვილად მიხვდეთ რატომ. აი რა არის ნატოს ინამდვილეში. რატომ იყო ევროპის ღალატი ირანის ომის დროს მიუტევებელი და რა მოხდება მსოფლიოში თუ ამერიკა მართლა დატოვებს ალიანსს. ახლა 1945 წელია და მეორე მსოფლიო ომი განგდასრულდა. ევროპა ნანგრევებშია. ათობით მილიონი ადამიანი დაღუპულია და კონტინენტი, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ორი კატასტროფული მსოფლიო ომი მოახერხა. თუ სტრუქტურულად არაფერი შეიცვლება, ეს მესამედაც განმეორდება. ამავე დროს უკვე ახალი საფრთხე ყალიბდება. საბჭოთა კავშირი, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ჰიტლერის წინააღმდეგ იბრძოდა, ახლა დასავლეთისკენ ფართოვდება და აღმოსავლეთ ევროპაში ერთის შემდეგ მეორეს კომუნისტურ მთავრობებს ამყარებს. ასე რომ 1959 წელს 12 ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა და რამდენიმე დასავლეთ ევროპული ქვეყანა, ვაშინგტონში იკრიბებიან და ალიანსს ქმნიან. მარტივი დაპირებაა. თუ რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმა მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანზეა თავდასხმა და ერთად დავიცავთ ერთმანეთს. ფაქტობრივად ეს არის დიდი არმია. და 67 წლის განმავლობაში ეს თეორია მუშაობდა. ამერიკა ფაქტობრივად ნატოს საყრდენია. ამჟამად ევროპაში დაახლოებით 80-გან 90,000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი მუდმივად არის განლაგებული, მათგან 36,000 მხოლოდ გერმანიაში. შეერთებული შტატები თავდაცვაზე უფრო მეტ ხარჯავს ვიდრე ნატოს ყველა დანარჩენი წევრი ერთად. როდესაც საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა და ცივი ომი დასრულდა, ევროპულმა ქვეყნებმა ჩუმად კოლექტიური გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შეეძლოთ თავდაცვის ბიუჯეტები სოციალური პროგრამებისთვის გადაენაწილებინათ. ეს იდეალისტურად ჟღერს, მაგრამ ამ ქვეყნებს რეალურად სტრუქტურულად სუსტ მდგომარეობაში დატოვა და რაც გასაოცარია, ეს სინამდვილეში გეგმის ნაწილი იყო. უბრალოდ სამწუხაროდ ეს ევროპის გეგმა არ იყო. საბჭოთა დოქტრინა და მოგვიანებით რადიკალური ისლამისტური მოძრაობების დოქტრინა არასდროს იყო პირველ რიგში დასავლეთის სამხედრო დამარცხებაზე ორიენტირებული, არამედ მისი დემორალიზაცია იყო მთავარი მიზანი. როდესაც ამერიკამ დაიწყო სამხედრო ოპერაციები ირანის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სახელმწიფო მხარდამჭერია. შეგახსენებ, რომ მისმა რამდენიმე ნატოელმა მოკავშირემ, რომლებიც ამდენი ხანი ამერიკაზე იყვნენ დამოკიდებული, უარი თქვეს საკუთარი საჰაერო სივრცის გახსნაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის. მაგრამ შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა. როდესაც დონალდ ტრამპმა სცადა კოალიციის შექმნა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, რადგან ირანის ბლოკადამ ევროპული ენერგეტიკული ბაზრები ამერიკულზე მეტად დააზარალა. იმავე ქვეყნებმა ერთმა მეორის შემდეგ მთელი მსოფლიოს თვალწინ საჯაროდ და ხმამაღლა უარი განაცხადეს. ირანმა დაინახა, რომ ამერიკა იზოლირებული იყო, რომ ტრამპის მიერ დაპირებული კოალიცია არ ყალიბდებოდა და ეს თეირანს ბერკეტს აძლევდა ზუსტად იმ მომენტში, როცა ამერიკას ყველაზე მეტად სჭირდებოდა მოკავშირეების მხარდაჭერა. ისინი სუსტები არიან და თავიანთ ქვეყანაში ისლამისტებს ეპირფერებიან, რითაც არა მხოლოდ ალიანსის სოლიდარობას, არამედ საკუთარ უსაფრთხოებასაც კი, ეკონომიკურ ინტერესებსა და საარჩევნო გათვლებზე ძირავენ. ისინი ამას აკეთებენ მაშინ, როცა ამერიკული სამხედრო ქოუგის ქვეშ სხედან, რომლისთვისაც რეალურად არასდროს გადაუხდიათ. ტრამპს ვერ დაატყამ და ისე ვერ გადაურჩები.